აღმოჩენდა სოფელ ვაჩნაძიანში მიწის დამუშავებისას უძველესი ნაგებობის ფრაგმენტს ადამიანის ძვლებს და თიხის ჭურჭელს მიაკვლეს. აღმოჩენა გვიან შუა საუკუნეებით თარიღდება უძველესი კედლის ფრაგმენტები და სამაროვანი კახეთის კიდევ ერთ სოფელში იქნა მიკვლეული გურჯაანის რაიონში ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე მეცნიერები მუშაობენ. ჟანა დიდებაშვილის რეპორტაჟი. სოფელ ვაჩნაძიანში გრძელი შვილების ოჯახმა საკუთარ ეზოში მიწის დამუშავებისას უძველესი შენობის ფრაგმენტი, ადამიანის ძვლები და თიხის ჭურჭლის ნაწილები აღმოაჩინა. ქარხნის მშენებლობის დასაწყებად დაწყებული საძირკვლის გათხრისას ნაპოვნი ნივთების შესახებ სპეციალისტებს შეატყობინეს. კერძო ტერიტორიაზე ამ დრომდე არქეოლოგები მუშაობენ და ფიქრობენ, რომ აღმოჩენა გვიან შუა საუკუნეებით თარიღდება. შემთხვევით ჩემმა შვილმა აღმოაჩინა კირიანი, აი დუღაბიანი ქვა წინათ რომ სამშენებლო თენა და დაინტერესდა და მოთხარა. ჯერ პატარაზე მოთხარა და მე რო აღმოაჩინე ეს ნაგებობის ნარჩენი მოიყვანა, რა ვიცი მე ვისაც ვინც იცის ეს ამასთან დაკავშირებით გაიკითხა, გამოიკითხა და რა ვიცი ზოგი ამბობს სამარხი არისო, ზოგი ამბობს რომ ეკლესიის ნარჩენიაო. ნებისმიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც აღმოჩნდება, აუცილებლად საინტერესოა ჩვენთვისაც. რო გითხრათ, რომ ეს თქვათ ამის შესწავლა თქვათ დაიწყება, მაგას ახლა ვერ შეგპირდებით ნამდვილად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაფიქსირებული იქნება. ჩვენ შევეცდებით, რომ წერილობითი წყაროებიდან მოვიპოვოთ ყველანაირი ინფორმაცია ვაჩნაძიანის სოფელთან დაკავშირებით და იმის მიხედვით შეიძლება გამოჩნდეს რაღაც გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ, რა ხდებოდა და თქვათ რა იყო. სოფელ ვაჩნაძიანში აღმოჩენილი კედლის ფრაგმენტის გარდა კახეთში სოფელ გურჯაანში მაღაზიის ასაშენებლად მიწის მოჭრის სამუშაოების დროს სამაროვანი და ადამიანის ჩონჩხები აღმოაჩინეს. ნაპოვნია უძველესი თიხის ჭურჭლის ნატეხები და სარდიონის წვრილი მძივი. ეს ნივთები სავარაუდოდ 3000 წლის წინანდელია. ნივთები მიწის დამუშავების დროს დაზიანდა, გადარჩენილი ნაწილი კი უკვე გურჯაანის მუზეუმის საცავშია გადატანილი. ჭრილში რაც ჩანდა, რაც დავათვალილეთ ადგილი, ეს იყო ორმოსამარხები. ერთ-ერთი რაც ჩანს არის ჩრდილო-სამხრეთის დამხრობის სამარხი. სამწუხაროდ როგორც გითხარით, იქ უკვე აღარაფერი აღარ არის. რეგიონებში კერძო ნაკვეთებზე მიწის დამუშავებისას არქეოლოგიური აღმოჩენები ხშირია. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აღმოჩენის შემთხვევაში მოსახლეობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. გურჯაანის რაიონში აღმოჩენილი ადგილების მეცნიერული შესწავლა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში აღმოჩენილი მასალების დამუშავების შემდეგ მოხდება.